ისრაელის სახელმწიფოში ორი ებრაული კულტურა ცხოვრობს. თითოეული დარწმუნებულია, რომ ებრაული ცივილიზაციის გადარჩენა მის მხრებზეა დამოკიდებული. და ისინი ერთმანეთს ებრძვიან. დღეს, როგორ გახდა პოლიტიკა სასამართლოში მთავარი ბრძოლის ველი და რას გვიყვება გასული კვირის მოვლენები იერუსალიმის ქუჩებში ქვეყნის შესახებ, რომელიც საბოლოოდ მის ზღვარს მიუახლოვდა. მე ელანა მაზილდიამანტი ვარ. ეს არის ძირითადი კანონი. გასულ კვირას ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად დაავალა მთავრობას ფინანსური სანქციების დაწესება ულტრაორთოდოქსული, ანუ ხარედული გაწვევის ამლიდებლების მიმართ. სახელმწიფოს მიერ გაწვევის კანონების აღსრულების ჩავარდნა კი კანონის მიუღებელ მასობრივ დარღვევად შეაფასა. სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს, რომ აუცილებელი სოციალური დახმარებები, როგორიცაა ბავშვთა მოვლის სუბსიდიები და საცხოვრებლის ფასტაკლებები, გახდეს სამხედრო სამსახურზე დამოკიდებული, რაც შეიძლება 10,000-ობით ხარედი კაცს შეეხოს, რომლებიც ამჟამად გაწვევას არ ემორჩილებიან. ფინანსური სანქციების მიღმა მოსამართლემ გააკრიტიკა პოლიცია დაკავებების არ განხორციელებისთვის და დაავალა სახელმწიფოს დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკურ განხეთქილებას მთავრობასა და მის ხარეთ პარტნიორებს შორის. ეხლა გენერალურმა პროკურორმა ღალიბ არაფმიარამ ამ გადაწყვეტილებას მიხვა და გამოსცა განკარგულება, რომელიც ეხება ხარედი საზოგადოების მთავარ ფასეულობას, იეშივებს და მათ, რომელთა სტუდენტებიც გაწვევას თავს არიდებენ, მოუხსნა საგადასახადო შეღავათები. საზოგადოებისთვის, რომელიც ფინანსდება გლობალური საგადასახადო შეღავათიანი შემოწირულობებით. ეს ეკონომიკური თვალსაზრისით ეგზისტენციალური საფრთხეა. პასუხი მყისიერი და ემოციური იყო. ათასობით მომიტინგე ქუჩებში გამოვიდა. ექსტრემისტული იერუსალიმის ფრაქციის წევრები ავიდნენ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის უფროსის სახლის დაცვაზე, რის გამოც მის ოჯახს მოუწია სახლში ჩაკეტვა. ავტობანებზე ჰაერი გაჟღენთილი იყო მძაფრსუნიანი სპეციალური სითხის სუნით და დამწვარი ისრაელის დროშების კვამლით. ეხლა კითხვა ისმის, საით მივდივართ აქედან და რამდენად შეძლებენ ეს გადაწყვეტილებები მათი გამოცხადებული მიზნის შესრულებას. მაგრამ ამისთვის საჭიროა გავიგოთ, როგორ მოვედით აქამდე. არსებობს მოკლევადიანი პასუხი და გრძელვადიანი. ორივეს განვიხილავთ. დავიწყებთ მოკლევადიანით. 2 წელიწადი და ნახევარია, რაც მრავალფრონტიან ომში ვართ და ისრაელის თავდაცვის ძალებს 12-დან 15,000-მდე ჯარისკაცი აგრია. მათგან დაახლოებით 9,000 საბრძოლო ჯარისკაცია. რეზერვისტები, რომლებიც ადრე ყოველ რამდენიმე წელიწადში 25 დღით იხმობდნენ, ხოლოდ ომის პირველ წელს საშუალოდ 126 დღე ემსახურებოდნენ. საბრძოლო მეთაურები 168 დღე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეზერვისტებს უთხრეს, რომ 2026 წელს ისინი 6 კვირა იმსახურებენ. გასულ თვეში ირანსა და ლიბანთან დაკავშირებული მიზეზების გამო ეს შეფასება 9 კვირამდე გაზარდა. კარიერული ოფიცრების სამსახურში დარჩენის მაჩვენებელი კატასტროფულად მცირდება. ოფიცრების წილი, რომლებიც ამბობენ, რომ შეიძლება არმია კარიერა დაირჩიონ. 2018 წლის 83%-დან დღეს 63%-მდე შემცირდა. და სერჟანტებს შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 37%-ია. შტაბის უფროსმა წერილობით გააფრთხილა პრემიერ-მინისტრი, რომ არმია შეიძლება ციტატა თავის თავში ჩაიგეცოს, თუ პერსონალის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება. ამ რიცხვების უკან ოჯახებით განან. 7 ოქტომბრის შემდეგ 1100-ზე მეტი ისრაელი ჯარისკაცი და უსაფრთხოების თანამშრომელი დაიღუპა. 885 ბავშვი მშობლის გარეშე დარჩა. 341 ქალი დაქვრივდა. რეზერვისტები ისეთ ბიზნესებს უძღვებიან, რომლებსაც თითქმის ვერ აკითხავენ. ქორწინებები დაძაბულობის ქვეშაა. კარიერები შეჩერებულია. ბავშვები იზრდებიან ისე, რომ ერთი მშობელი თვეების განმავლობაში სახლში არ არის. ახლა კი მსახურებაში მყოფთაგან ტვირთი არათანაბრად აწვება ეროვნულ რელიგიურ საზოგადოებას. უმცირესობა, რომელიც დაახლოებით 12%-ს შეადგენს ებრაელ ისრაელელებში და წარმოადგენს მნიშვნელოვან მემარჯვენე საარჩევნო ბლოკს, ამ ჯგუფმა ოქტომბრის 7-ის შემდეგ რეზერვისტთა დღეების თითქმის მეოთხედი ითვირთა. დაღუპულთა შორის მათი წილიც ასევე არათანაბარია. ამ ქვეყანაში, რომელმაც თავის მოქალაქეებს თითქმის ყველაფერი მოსთხოვა. არსებობს საზოგადოება, რომელიც ერთი წერტილი 4 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს და ამ კონკრეტულ ტვირთს არ იზიარებს. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ხარედების გაწვევა 36%-ით შემცირდა, მაშინ როცა იეშივასა და კოლელის მათ საზოგადოებაში უმაღლესი სასწავლებლების დასწრება 83%-ით გაიზარდა. იმ ადამიანების თვალსაზრისით, რომლებიც ხარედების საზოგადოებაში არ არიან და ზოგიერთისთვის ვინც იქ არის, ეს უსამართლო მდგომარეობაა. ისრაელელები კარგად აცნობიერებენ, რომ ჩვენ კოლექტივის ნაწილი ვართ, რომელიც ზედმეტად დიდ თვითშეწირვასა და ერთგულებაზეა დამოკიდებული. და ამჟამად ეს ტვირთი მხოლოდ საზოგადოების ნაწილის ფართო მხრებზეა დადებული. ეხლა ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ხარედებს მიეწოდებათ და იცავს და უზრუნველყოფს მათ არჩეულ ცხოვრების წესს, ასევე ამძაფრებს დაძაბულობას.
სრულად ნათელი არ არის, რამდენად დიდია ეს სარგებელი, მაგრამ ისინი საკმაოდ დიდია. კოჰელეთის ფორუმის კვლევის მიხედვით, ჰარედულ და არაჰარედულ ოჯახებს შორის თვიური ეკონომიკური სხვაობა დაახლოებით 10,500 შეკელია. ჰარედული ოჯახი სახელმწიფოსგან დაახლოებით 4,000 შეკელს იღებს სუფთა სარგებლის სახით. მაშინ როცა გადასახადის გადამხდელი არაჰარედული ოჯახი დაახლოებით 6,100 შეკელს იხდის. მოშე კელემანის, რომელიც წერს ჟურნალში სარიხიუნ, უფრო შემწყნარებელი შეფასება ამტკიცებს, რომ კოჰელეთის კვლევის მეთოდოლოგია რეალობას აჭარბებს. ის ასევე მიუთითებს, რომ ჰარედების სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებელი ისეთი დაბალი არ არის, როგორც ჟღერს. ჰარედი ქალების დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ია, რაც თითქმის იდენტურია არაჰარედი ებრაელი ქალების მაჩვენებელთან. ხოლო ჰარედი კაცების დასაქმება 54%-ს შეადგენს, მაშინ როცა არაჰარედი ებრაელი კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 87%-ია. და ეს სხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურია, მთლიანად ქვეყნის შრომით ბაზარში დაახლოებით 2%-იან დანაკლისს ნიშნავს. ის ამტკიცებს, რომ ნამდვილი პრობლემა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მახია. ჰარედი მამაკაცები, რომლებიც სხვა შემთხვევაში 20-იანი წლების დასაწყისში შრომით ბაზარზე შევიდოდნენ, ამას ვერ ახერხებენ. რადგან გაწევის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის იეშუაში დარჩენა 26 წლამდე. ამ დროისთვის მათ უკვე ჰყავთ რამდენიმე შვილი, არ აქვთ პროფესიული განათლება და რეალური გზა აღდგენისთვის. ეხლა, რომელი ინტერპრეტაციაც არ უნდა იყოს უფრო სწორი, რაღაც მალე შეიცვლება. გამოკითხვები აჩვენებს საზოგადოებას, რომელიც ორ შეურიგებელ რეალობად არის გახლეჩილი. დაახლოებით 84% ებრაული საზოგადოების მხარს უჭერს ჰარედების სავალდებულო გაწვევას, ძალიან ფართო მხარდაჭერით სანქციებისა და შეღავათების გაუქმების მიმართ. ჰარედების საზოგადოება ამ საკითხში თითქმის სრულიად შეურყეველი დარჩა. გაწვევას ისინი ეგზისტენციურ სულიერ საფრთხედ აღიქვამენ. ეხლა უნდა დაუბრუნდეთ უფრო გრძელ ისტორიულ პერსპექტივას. ისრაელმა 1948 წელს, რაც ჰარედების სამყაროდ მიიღო, ნარჩენი იყო. ლიტვის, პოლონეთის და უნგრეთის იეშივები, ის ინსტიტუტები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრეს ებრაული სწავლება, თითქმის მთლიანად განადგურდა. მათი მასწავლებლებისა და სტუდენტების უმეტესობა ჰოლოკოსტის დროს მოკლეს. რაც გადარჩა, ისრაელსა და ამერიკაში ერთი მიზნისთვის ჩავიდა. თავიდან ააშენეს. და მიუხედავად იმისა, რომ ის სეკულარული იყო და რელიგიური ისტებლიშმენტის ნამდვილი მეგობარი არ ყოფილა, ბენ-გურიონმა ამ ნარჩენს შეხედა და პოლიტიკური შეთანხმება გააკეთა. მან 400 იეშივა სტუდენტი გაათავისუფლა სამხედრო სამსახურისგან, რათა მათ შეძლებოდათ აღედგინათ ის, რაც ბანაკებში განადგურდა. მაგრამ რაც თავდაპირველად შეზღუდული შეთანხმება იყო, გაფართოვდა. ერთი მთავრობის შემდეგ მეორე, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე, ეს გახდა მთავარი სავაჭრო ბარათი ჰარედების ხმებისთვის კოალიციიდან კოალიციაში. 80 წლის შემდეგ თითქმის ჰარედების საზოგადოებამ ააშენა სკოლები, უბნები, საკუთარი იდიომები, ცალკე მედია, პოლიტიკური სისტემა, რომელიც მის უნიკალურ ინტერესებს ემსახურება. მან ასევე შექმნა ისეთი რამ, რაც ნებისმიერ საზოგადოებას უნდოდა შეენარჩუნებინა. სწავლაზე განსაკუთრებული აქცენტი, რომელსაც ცოტა სხვა საზოგადოება თუ გაუტოლდება. ქველმოქმედების ქსელების სიმჭიდროვე, სამედიცინო ქველმოქმედება, კერძოდ იად სარას სამედიცინო აღჭურვილობის სესხები, ჰაცალას მოხალისე გადაუდებელი დახმარების ჯგუფები და მრავალი სხვა ფონდი და უფასო სესხის საზოგადოება, რომელზეც ყველა ისრაელი რეზერვისტი ან მუშა ოჯახი ოდესმე დაყრდნობია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფერთან ერთად მან შექმნა იზოლაციის მკაფიო თეოლოგია. ეს არის საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ თავს განდევნილად მიიჩნევს და ებრაელი ხალხის შენარჩუნებას თორას ებრაული ტექსტების შესწავლით ცდილობს. ისრაელის სახელმწიფო თვლის, რომ მას ისტორიული მისია აკისრია, რომ მომავალში ებრაული ისტორია დაწეროს. მაგრამ ჰარედული საზოგადოება ასეთ ამბიციებს არ ფლობს. მას მხოლოდ ერთი პრიორიტეტი აქვს: შეინარჩუნოს ის, რაც თითქმის განადგურდა და ცოცხლად შეინარჩუნოს ებრაული სწავლება და ებრაელი ხალხი. დომინანტური კულტურა მათთვის ამ მისიისთვის საფრთხეა. ასიმილაცია განადგურებაა. და ჰარედის საზოგადოების ზოგიერთი ნაწილი ამბობს, რომ ურჩევნიათ მოგოდნენ, ვიდრე თავიანთი შვილების სეკულარიზაციის რისკზე წავიდნენ. ეხლა ამ პოდკასტის მოსმენისას, ალბათ უმეტესობა არ ეთანხმება ამ შეხედულებებს, და ეს ნორმალურია. არც მე ვეთანხმები. მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებთ, თუ ამ საფუძვლებს ნამდვილად არ გაიგებთ და მათ არ გაითვალისწინებთ გამოსავლის მოძიებისას. საჭიროა ადგილი, სადაც ისრაელის უმრავლესობისა და ჰარედული ისრაელის თითქოს შეუთავსებელი მსოფლმხედველობები შეხვდება, მოლაპარაკებებს გამართავს და დაგეგმავს გზას თანდათანობითი,
პატივისცემით სავსე და ჯანსაღი ინტეგრაციისკენ. იდეალურ შემთხვევაში ეს იქნებოდა ადგილი, სადაც დემოკრატიულ პოლიტიკას შეეძლებოდა ცვლილებების შეტანა და ზოგჯერ მან ეს სცადა კიდეც. მაგრამ პრაქტიკაში მოხდა ის, რომ ამ დემოკრატიულმა პოლიტიკამ ხშირად გააძლიერა პრობლემა. ხარედული პარტიები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ თავიანთი სასწავლო დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვანი სუბსიდიების მისაღებად, გაწვევისგან გათავისუფლების გაგრძელებისთვის და სოციალური დახმარებების მისაღებად პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. შეზღუდული დაპირისპირების პერიოდში ხარედების ტრადიციული პოლიტიკური პარტნიორები, როგორც წესი მემარჯვენეები, მზად იყვნენ ეს ფასი გადაეხადათ. მაგრამ საზოგადოების უკმაყოფილება პიკს მიაღწია. და ახლა მივდივართ კითხვაზე, თუ როგორ მოახდინა გავლენა ისრაელის ოვლისმომცველმა სამართლებრივმა ინსტიტუტებმა ამ ისტორიაზეც. ხარედების გაწვევასთან დაკავშირებული გამოწვევები თითქმის 60 წლის წინ დაიწყო და სასამართლოს მიდგომის ცვლილების ისტორია ამ საკითხის მიმართ თავიდან მისი განხილვისგან სრულად თავის არიდებიდან მის სრულად საკუთარ თავზე აღებამდე პირდაპირ უკავშირდება სასამართლო ძალაუფლების მასიურ ზრდას. პირველი საქმე 1970 წელს რეზერვისტმა ოფიცერმა წამოიწყო სახელწოდებით ბეკერის საქმე. სასამართლომ უარი თქვა მისი განხილვაზე. საჯარო პოლიტიკური დავების განხილვა, რომლებიც არამონაწილე მხარეების მიერ არის წამოწყებული, სასამართლოსვე სიტყვებით, დააბუნდოვნებდა ხელისუფლების შტოებს შორის საზღვრებს და დაარღვევდა ძალაუფლების დანაწილების პრინციპს. ვინც იურისტია აქ, ეს არის ტრადიციული ლეგიტიმაციის დოქტრინა, რომელსაც მსოფლიოს ბევრი სასამართლო იზიარებს. ამიტომ სასამართლომ განაცხადა, რომ ეს საკითხი კნესეტს ეკუთვნოდა. 11 წლის შემდეგ 1991 წელს, რაც ცნობილია როგორც პირველი რესლერის საქმე, სხვა რეზერვისტმა ოფიცერმა ფაქტობრივად იგივე არგუმენტი წამოაყენა და იგივე უარი მიიღო. მას პირადი ზიანი არ ჰქონდა მიღენებული. ამიტომ საქმე არ იყო განსახილველი სასამართლოსთვის და მისი გადაწყვეტა სასამართლოს საქმე არ იყო. მაგრამ 1986 წელს, რაც ახლა ცნობილია როგორც მეოთხე რესლერის საქმე, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. მოსამართლე არონ ბარაკის მიერ დაწერილ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ფაქტობრივად ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს საზოგადოებრივი ინტერესის თითქმის ნებისმიერ საკითხზე და რომ პრაქტიკულად ყველა სამთავრობო ქმედება ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. იოავ დოტანმა დაწერა, რომ ამ ცვლილებამ გამოიწვია, ციტატა, ლეგიტიმაციის ყველა შეზღუდვის თითქმის სრული გაქრობა. მისი სიტყვებით ამან სასამართლო გადააქცია პოლიტიკური დავების ხელახალი განხილვის ფორუმად, ყოველი მნიშვნელოვანი კნესეტის ან მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ. ეხლა 1998 წელს საქმეში რუბინშტეინი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ თავდაცვის მინისტრს აღარ შეეძლო ხარედების გათავისუფლების მინიჭება ისე, როგორც ადრე აკეთებდა. ეს იყო რამ, რაც კნესეტის დამტკიცების პროცესს უნდა გაელო. ეს უნდა დაკანონებულიყო კანონმდებლობით. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა კონსტიტუციურ უფლებაზე თანასწორობისა, რომელიც მან 1992 წლის ძირითადი კანონიდან, ადამიანის ღირსება და თავისუფლება გამოიტანა. და აქ უნდა შევჩერდეთ ერთი წუთით, რადგან ამ კანონში თანასწორობის უფლება არ არის მოცემული. სინამდვილეში ტერმინი თანასწორობა განზრახ ამოიღეს კანონპროექტის შედგენისას პოლიტიკური მიზეზების გამო. აქ გვაქვს საქმე სასამართლოსთან, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ ძირითადი კანონები კონსტიტუციურ ძალას ატარებს და შესაბამისად, თავად სასამართლოს აქვს კანონებზე სასამართლო კონტროლის განხორციელების უფლება. ეხლა კი კანონში თანასწორობის უფლებას ამოიკითხავს, რომელსაც შეიძლება ძალიან ფართო მნიშვნელობა მიეცეს და სხვადასხვა გზით მანიპულირება მოხდეს. ხარედების საქმეები სწორედ ამ სასამართლოს მიერ შექმნილ საფუძვლებზე დგას. ეხლა რუბინშტეინის საქმის შემდეგ კნესეტმა სცადა. იყო კომისია, რომელსაც ტაოს კომისია ეწოდებოდა. მან სცადა შუაგზის პოვნა რელიგიურ სწავლებასა და ეროვნულ სამსახურს შორის. 2002 წლის ტალის კანონის მიხედვით, იეშივა სტუდენტებს შეეძლოთ სამხედრო სამსახურის გადავადება 22 წლამდე, რის შემდეგაც შეეძლოთ ეგრეთ წოლებულ გადაწყვეტილების წლის არჩევა, სამუშაოს დაწყება ან გაწვევა. მიზანი იყო ეტაპობრივი კულტურულად მგრძნობიარე ინტეგრაცია. მაგრამ კანონს მნიშვნელოვანი შედეგები არ მოუტანია და 2012 წელს სასამართლომ ის გააუქმა, რადგან დაასკვნა, რომ 10 წლიანი ეტაპობრივი პროგრესი ვერ უზრუნველყოფდა კონსტიტუციურ მოთხოვნას თანასწორობის შესახებ. და მას შემდეგ ეს საკითხი მთავრობებისთვის საფლავად იქცა. ხადიმამ დატოვა კოალიცია ტაალის კანონის ჩანონის ჩანაცვლების წარუმატებლობის გამო. ხოლო მისი შემცვლელი ჩარჩო, რომელიც 2014 წელს მიიღეს, სასამართლომ 2017 წელს გააუქმა. 2023 წლისთვის სასამართლოს მიერ გაცემული ყველა ვადის გაგრძელება ამოიწურა, რის შედეგადაც ქვეყანა ერთგვარ ვაკუუმში აღმოჩნდა, სადაც გაწვევა სასამართლოს მიერ იყო მოთხოვნილი, მაგრამ პოლიტიკურად მისი განხორციელება შეუძლებელი გახდა. 2025 წელს საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იული ედელშტეინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ის დაჟინებით მოითხოვდა კანონპროექტს, რომელსაც რეალური ძალა ექნებოდა. და მის ნაცვლად კნესეტის წევრმა ბოაზ ბისმუთმა წარადგინა წინადადება, რომელიც, როგორც გენერალური პროკურორი და ისრაელის თავდაცვის ძალები აფრთხილებდნენ, იურიდიული ფიქცია იყო.
ეს პროცესი შეჩერდა, როდესაც ირანის ომი დაიწყო, რის შედეგადაც გაჩნდა გაწვევის კრიზისი, რომელიც ქნესეთის დარბაზიდან იერუსალიმის ქუჩებში გადავიდა. ეხლა ამას ორი გზით შეიძლება შეხედო. სასამართლოს დამცველები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს ზეწოლის გარეშე საერთოდ არანაირი წინსვლა არ იქნებოდა. არც ტაალის კანონი, არც პლესნერის კომიტეტი, არც პოლიტიკური დიალოგი. უბრალოდ 1948 წლის შეთანხმება უსასრულოდ გაგრძელდებოდა. მაგრამ კრიტიკოსები სრულიად საპირისპიროს ამბობენ. ისინი ამბობენ, რომ ყოველ ჯერზე, როცა კნესეთში კომპრომისი ჩნდებოდა, სასამართლო ზღვარს მაღლას სწევდა. ყოველ ჯერზე, როცა ზღვარი მაღლდებოდა, პოლიტიკური შეთანხმება იშლებოდა. ამ ინტერპრეტაციით, სასამართლოს კომპრომისისთვის ხელი არ შეუწყვია, არამედ მას ხელი შეუშალა, რადგან ნებისმიერი არასრულყოფილი შეთანხმება არამკრადი გახადა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სასამართლომ ეს შერჩევითადაც გააკეთა და ძალაუფლების განაწილების პრინციპი არ გაითვალისწინა. კიდევ ერთ კრიტიკას აღნიშნავ ადვოკატ დავით პეტერისგან. ფართოდ გავრცელებულ ანალიზში, რომელიც დილით გამოქვეყნდა კეთილდღეობის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ, მან აღნიშნა, რომ ისრაელს არასოდეს ჰქონია საყოველთაო გაწვევის ვალდებულება. იურიდიულად, მხოლოდ ისინი, ვინც იღებენ პირად გაწვევის ბრძანებას, სპეციალურად დანიშნული ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრისგან, არიან ვალდებულნი იმსახურონ. 75 წლის განმავლობაში სამხედროებმა გამოიყენეს ეს ადმინისტრაციული დისკრეცია უმცირესობების, არაბებისა და ჰარედიმების გათავისუფლებისთვის და სასამართლომ თითქმის ყველა შემთხვევაში დაადასტურა ეს პრაქტიკა. მაგრამ ჰარედიმების გამოყოფით ახლა პეტერი ამბობს, რომ სასამართლომ შექმნა თავისი იურიდიული ფიქცია თანასწორობის შესახებ და გადაკვეთა რადიკალური ზღვარი, მისი აზრით. გადავიდა კანონების წერიდან პირდაპირ ბრძანებების გაცემაზე. პირდაპირ დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალებს გაეცათ გაწვევის შეტყობინებები და პოლიციას დაეკავებინა ადამიანები. მაგრამ თუდად სასამართლოს ყველაზე გულუხვი ინტერპრეტაციით მიუდგეთ, ცალკე კითხვა რჩება. შეუძლია კი სასამართლოს რეალურად შეასრულოს ის, რასაც ახლა ავალებს. და ეს ასე ნათელი არ არის. შეგვიძლია სხვა კონტექსტებიც განვიხილოთ. პოლიტოლოგმა ჯერალდ როზენბერგმა 1991 წელს ამ თემაზე წიგნი გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ცარიელი იმედი“. მისი მთავარი მაგალითია ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ 1954 წლის გადაწყვეტილება, რომელმაც ამერიკის საჯარო სკოლებში დესეგრეგაცია დაავალა. როზენბერგი აჩვენებს, რომ ბრაუნის გადაწყვეტილებიდან 10 წლის შემდეგ ამერიკის სამხრეთში მცხოვრები შავკანიანი ბავშვების მხოლოდ დაახლოებით 2% დადიოდა ინტეგრირებულ სკოლებში. ცვლილება საბოლოოდ გამოიწვია 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტმა და 1965 წლის საარჩევნო უფლებების აქტმა, კანონებმა, რომლებიც კონგრესმა მასობრივი პოლიტიკური მოძრაობის პასუხად მიიღო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მათი შესრულება. ეხლა ჰარვარდის იურიდიული ისტორიკოსი მაიკლ კლარმანი ამას სხვაგვარად უყურებს. მისი ჯილდოს მფლობელი წიგნი ჯიმ კროუდან სამოქალაქო უფლებებამდე ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრაუნის საქმე პირდაპირ არ ასრულებდა სეგრეგაციას სამხრეთში, მან შექმნა პოლიტიკური პირობები, რომლებმაც დესეგრეგაცია შესაძლებელი გახადა. მან გამოიწვია ისეთი სასტიკი უკუცემა, რომ საზოგადოებრივი აზრი საბოლოოდ შეიცვალა და შემოტრიალდა. ასე რომ კლარმანის ინტერპრეტაციით, სამოქალაქო უფლებების აქტი მიღებულ იქნა არა უკუცემის მიუხედავად, არამედ სწორედ მისი გავლით. ის ამბობს, რომ სასამართლო თავად წარმოშობს თავის წინააღმდეგობას და რომ ამ წინააღმდეგობის გადამეტება საშინელი ირონიით საბოლოოდ ქმნის პოლიტიკურ პირობებს კანონმდებლობისთვის. სასამართლოს მიერ მართული კულტურული ცვლილება ყოველთვის იჭრავს უკუცემას, რადგან ის დემოკრატიულ თვითმმართველობას ანაცვლებს. აქ კიდევ ერთი დაკავშირებული კულტურული ასპექტიც უნდა გავითვალისწინოთ. როგორც ისრაელ ჰაიომის ჟურნალისტმა გილ ბრინგერმა გასულ კვირას აღნიშნა, სანქციებს შეუძლიათ რამდენიმე ადამიანის იძულება, მაგრამ ვერ შექმნიან კუთვნილების გრძნობას. ბრინგერი ეწვია მამლახტი ჰარედის სკოლას, ერთ-ერთ მცირე, მაგრამ მზარდ საჯარო ჰარედის სკოლას, სადაც ჰარედი ბავშვები სწავლობენ სტანდარტულ ისრაელის სასწავლო პროგრამას, თავიანთი რელიგიური განათლების პარალელურად და ეცნობიან იომ ჰაზიკარონსა და ქვეყნის დაღუპულებს. მაგრამ დღეს ეს სისტემა ჰარედი მოსწავლეების 10%-ზე ნაკლებს ემსახურება და ჰარედი ბავშვების უმეტესობა გადის ისეთ დაწესებულებებში, სადაც ისრაელის სამოქალაქო ცხოვრება განზრახ არ არის წარმოდგენილი. ამიტომ მისი აზრი ისაა, რომ როცა ჰარედი 18 წლის ახალგაზრდას გაწვევის უწყება მიუვა, მან 18 წელი გაატარა სადანმანათლებლო სისტემაში, რომელსაც თავად სახელმწიფო აფინანსებს და ლიცენზირებს, მაგრამ რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ შექმნას მოქალაქე, რომელიც საკუთარ თავს ისრაელის სამოქალაქო ნარატივის ნაწილად არ მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი სანქციების რეჟიმი ემოციურად დამაკმაყოფილებელია საზოგადოებისთვის, რომელსაც ყველაფერი აქვს, შესაძლოა რეალურად არ გამოიწვიოს ის კულტურული ცვლილება, რომელსაც ჰარედი საზოგადოებაში ველით. მისი აზრი ისაა, რომ თუ ხვალ ყველა ჰარედი 18 წლის ახალგაზრდას აიძულებდნენ გამოცხადებულიყო გაწვევის ცენტრში, ისრაელის თავდაცვის ძალებს მოუწევდათ ემუშავად გაბრაზებულ უმოტივაციო ჯარისკაცებთან. იმ საზოგადოებიდან, რომელსაც მათი თვალსაზრისით უთხრეს, რომ სახელმწიფო საბოლოოდ მათ მოსდგომოდა. აბა ეხლა რა უნდა გავაკეთოთ?
ეს კიდევ ერთი გამოფხიზლების ზარია, რომ ისრაელის პოლიტიკა აფასებს საზოგადოების სხვადასხვა ტომების წარმომადგენლობას. ამავე დროს კი ამ სექტორებს არაპროპორციულ გავლენას აძლევს კოალიციის შექმნის პროცესში. და ეს არის ის, რაც უნდა გვახსოვდეს, როცა ისრაელის კანონებისა და მმართველობის რეფორმირების, მისი სტაბილიზაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის პროექტი მიმდინარეობს. მაგრამ მაშინაც კი, როცა უსაფრთხოების და ეკონომიკური საჭიროებები ძალიან გადაუდებელია და ისინი მართლაც გადაუდებელია, უნდა გვახსოვდეს, რა შეიძლება რეალურად დაგვაახლოოს მიზანთან. ხარედების სექტორმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რაც მანამდე არ მოხდება, სანამ სჯერა, რომ შეუძლია მიიღოს ის უზარმაზარი სუბსიდიები, რაც სურს. მართალია, მაგრამ ისრაელის საზოგადოებამ თავის მხრივ ასევე უნდა მოითხოვოს ანგარიშვალდებულება თავისი პოლიტიკური კლასისგან. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს იდეები პიროვნებებზე მეტად და უარი თქვას იმ პოლიტიკურ ბოიკოტის კულტურაზე, რომელმაც ხარედები ესეთი მნიშვნელოვანი კოალიციური პარტნიორები გახადა თავიდანვე. და სასამართლომ თავის მხრივ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და პატივისცემა ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოების მიმართ. თუ ქნესეთი გადადგამს ნაბიჯს ფართო სიონისტურ კოალიციასთან ამ პრობლემის გადასაჭრელად და ლად დაახლოებას შეეცდება ზომიერ ხარედულ წარმომადგენლებთან, მას შეიძლება მიიღოს პოლიტიკა, რომელიც დააბალანსებს სახელმწიფოს გადაუდებელ საჭიროებებს რელიგიურ შეღავათებთან. ეს არის უფრო ეტაპობრივი, პატივისცემით სავსე და მდგრადი გზა, ვიდრე სასამართლოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მაგრამ ყველაზე მთავარია ერმა, რომელიც ებრაული ცხრაული ცხოვრების და იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება, ასევე უნდა დააყენოს ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე. და უნდა გვახსოვდეს, სახელმწიფოს მშენებლობა მარათონია და არა სპრინტი. დემოკრატია, რომელიც საკუთარ პროცესებს ვერ ითმენს, საბოლოოდ ორივეს დაკარგავს. მომავალ კვირას გნახავთ.